და ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით ანტალიაში მომხდარ შემთხვევას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას სტამბულში ამერიკული ჰოსპიტალიდან, სადაც პრეზიდენტი არის მოთავსებული მხრის სამხრივი მოტეხილობით, თუმცა მანამდე რეპორტაჟი, რომელიც ინციდენტს ასახავს, პრეზიდენტი ტრაილერში ეჯახა მიხეილ სააკაშვილი სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი მხრის სამხრივი მოტეხილობა, ასეთია დიაგნოზი. შემთხვევა ანტალიაში მაშინ მოხდა, როდესაც სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობდა. მომხდარის გამო თურქეთში დაგეგმილი ყველა ოფიციალური შეხვედრა ხვალისთვის არის გადადებული და მე ახლა მაცნობები, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია დაუკავშირდეთ ჩვენს კორესპონდენტ ნოდარ ჩაჩუას, რომელიც ამ წუთებში სტამბულში ამერიკულ ჰოსპიტალთან იმყოფება. ნოდარ, საღამო მშვიდობისა. რა ხდება საავადმყოფოში? როგორი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? Tamta ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა თავად საავადმყოფოში გაგვეგო პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ვეყვნობით თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პირველი პირი სწორედ ველოსიპედით სეირნობდა მაშინ, როცა მას სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა და მას არა მარტო ხელი, არამედ სხეულის სხვა ნაწილებიც ნაღრძობი აქვს. პრეზიდენტის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამას იუწყებიან თურქული სააგენტოები. ჩვენ ბუნებრივია ცოტა ხანში ვეცდებით, რომ უფრო მეტი დეტალი გავარკვიოთ თავად ჰოსპიტალისგან უკვე, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალში რაიმე სახის ინფორმაციას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გვაცვლიან. საქართველოს პრეზიდენტი ტრაილერს მას შემდეგ შეეჯახა, რაც სტამბულში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ანტალიაში ველოსიპედით გასეირნება გადაწყვიტა. დაშავებული ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოში სააკაშვილს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველ პირს ოპერაციაც ჩაუტარდა. ავარიის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ თურქული სააგენტოებიდან შეიტყო. ჰაბერ მოლასის, სონ დაკიკასა და ჰაბერათის ვებგვერდებზე ვკითხულობთ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ველოსიპედიდან ჩამოვარდა და მხრის მოტეხილობას მკურნალობს, რის გამოც დღეს დაგეგმილი შეხვედრები გაუქმდა და ხვალისთვის გადაიდო. თურქული სააგენტოების ინფორმაცია რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Facebook-ის გვერდზეც დაადასტურა. ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტამბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ინციდენტის შესახებ მათაც შეიტყვეს. ოფიციალურად მე არაფერი არ ვიცი. პრეზიდენტის თანმხლებ პირებს საელჩოსთვის არ მიუმართავთ ოფიციალურად და ვიცი მხოლოდ ის, რაც გაჟღერდა მედიით, რომ მან დაიზიანა ხელი და სტამბულის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსი. ანტალიაში მომხდარ შემთხვევას თბილისში ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის სკულპტურასთან ამგვარად გამოეხმაურნენ. ველოსიპედი არის ძალიან აქტუალური თემა და დღეს ჩვენ ეს ვენოკი მოვუტანეთ დამტვრეულ ველოსიპედს, რომელიც დაიმტვრა დღეს. ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნაა, კარგი იქნება თუ ამ დამტვრეულ ველოსიპედს გადაიტანեն პრეზიდენტის სასახლესთან. უკეთესი იქნება თუ სამთვლიანი ველოსიპედის ძეგლს დადგავენ რეზიდენციაში. ველოსპორტით პრეზიდენტის გატაცება ახალი არ არის. ქართულ საზოგადოებას არამხოლოდ ოჯახთან ერთად ველოსიპედით მოსეირნე პრეზიდენტი უნახავს, არამედ შემორჩენილია იმ ველობრიფინგის კადრებიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჩაატარა. ეხლა ამას რომ დავამთავრეთ, მე იგივეს ვაკეთებ ბულვარზე, წინა ზღვის ბულვარზე ალამას უნდა გაკეთდეს და მე ეს პარკები უნდა მოწესრიგდეს. როგორც ირკვევა, ამ მხრივ შანს პრეზიდენტი არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უშვებს ხელიდან. ასე მოხდა მიჩიგანის სანაპიროზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედით გაისეირნა. თუმცა მაშინ ტრანსპორტის ამსახეობით სარგებლობა მშვიდობიანად დასრულდა. როგორც თქვენ უკვე ხედავთ, კარჩია ეს არის სწორედ ის ჰოსპიტალი, სადაც ქვეყნის პირველი პირი იმყოფება. ეს საკმაოდ დიდი ჰოსპიტალია, შედგება რამდენიმე კორპუსისაგან. ჩვენ ბუნებრივია საკმაოდ მცირე დრო გქონდა ინფორმაციის გავრცელებიდან, გადაგვემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციის გადამოწმებას და მაქსიმალურად ვეცდებით შევთავაზოთ ქართველ მაყურებელს საქართველოს პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის პირველი პირის ვიზიტები მის თურქ კოლეგასთან თურქეთში გადადებულია. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტისას მარტო არ იმყოფებოდა, მას თან ახლდა თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრები, მათ შორის იყვნენ დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი. თუმცა დღეს იმ მცირე დროში, რა დროის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით თუ აქ თურქეთში გადაგვემოწმებინა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით ვერც ერთი მათგანი ვერ ვნახეთ, რათა უფრო დეტალურად გაგვეგო თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის პირველი პირი. თუმცა როგორც უკვე შეგვირდით, ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ ამბით, დავინტერესდებით ამ ამბით, გავაგრძელებთ ამ ამბებთან დაკავშირებით მოძიებას და უფრო მეტ დეტალს შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში ჩვენს მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ. გმადლობთ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში სტამბულის კლინიკიდან, სადაც პრეზიდენტია მოთავსებული.